არომატული და გემრიელი სასარგებლო მწვანილი. რადგანაც ახლა გვაქვს უკვე პრასი და კარგი ისპანახი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოვამზადო პრასის და ისპანახის კრემსუპი. მაგრამ დავუმატებ ტარხუნასაც, სულ ცოტა პიტნა. მოდი ოხრახუშიც დამჭირდება. და ისპანახი. მოკლედ ვიტამინების და არომატების ბუკეტი. გაზაფხულია და ბევრი არომატული ბოსტნეული გვაქვს. თანაც ვიტამინებიც გვჭირდება და მარხვა. ამიტომ გადავწყვიტე მოვამზადო ისპანახის და პრასის კრემსუპი ზეთისხილიანი ფუნთუშით. დავიწყეთ პირველ რიგში ცომი. დამჭირდება 500 გრამი ფქვილი, შაქარი 1 სუფრის კოვზი, მარილი 1 ჩაის კოვზი და საფუარი 1 სუფრის კოვზი. წყალი 200 მილილიტრი. სასურველია თბილი წყალი. რომ უფრო სწრაფად გააქტიურდეს საფუარი და მალევე გამოვაცხოთ პური. ცოტა წებოვანი მასა უნდა იყოს. შევკრათ გუნდად და მოვასხათ ზემოდან ზეითუნის ზეთი, ცოტა დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. კარგად ამოვავლოთ ცომი ამ ზეთში და დავასვენოთ 20 წუთით. დავჭრათ ზეთისხილი. აქ მაქვს 200 გრამი შავი უკურკო ზეთისხილი, რომელიც წვრილად უნდა დავაკუცმაცოთ. ჯერ დავჭრათ ესე დიდად და დავაკუცმაცოთ. დავიტანოთ ჯერჯერობით ჯამში და დარჩენილი ზეთისხილიც იგივენაირად დავჭრათ. ცომი მზად არის. გადმოვიტანოთ დაფაზე და გავაბრტყელოთ. გავუსწოროთ გვერდები. დავალაგოთ ზეთისხილი ზემოდან. სულ ცოტა ზეითუნის ზეთი და გადავახვიოთ რულეტივით. გავჭრათ. აქ მაქვს გამოსაცხობი ფირფიტა, ცოტა ზეითუნის ზეთი გადავუსვათ და გადავიტანოთ ზეთისხილიანი პურები ფირფიტაზე. ვაცხობთ 200 გრადუსზე 10-15 წუთით. ვიწყებთ კრემსუპის მომზადებას. პირველ რიგში დავჭრათ ხახვი. დამჭირდება ნახევარი თავი ხახვი. არა აქვს მნიშვნელობა რა ზომაზე დავჭრით ხახვს, რადგანაც მე ამას დავაბლენდერებ. ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 30 მილილიტრი და ჩავყაროთ ხახვი. ანუ ზეითუნის ზეთზე ვამზადებ. ესე იგი, ვცდილობ მაქსიმალურად ვიტამინებით გაჯერებული კრემსუპი მოვამზადო. მაქვს ცოცხალი ისპანახი, პრასი, მწვანე ხახვი, ტარხუნა, პიტნა და გოგრის თესლი. გავარჩიოთ ნიორი, დამჭირდება სულ 2 კბილი ნიორი. ესეც დავჭრათ დიდებად და გადავიტანოთ ღრმა ტაფაში.
ვიწყებთ პრასის მომზადებას. დამჭირდება 4 საშუალო ზომის პრასი. ვიყენებ მხოლოდ მწვანე ნაწილს. დავჭრათ პრასი და ჩავყაროთ ტაფაში. დავუმატოთ წყალი 200 მილილიტრი, რომ ორთქლში დარბილდეს პრასი. ისპანახი კონის მე-13 დამჭირდება. მხოლოდ ფოთლები, ამასაც ვჭრით ესე. მოურიოთ კარგად. დავუმატოთ მწვანე ხახვი. ესეც მხოლოდ მწვანე ნაწილი. ჩავყაროთ. ტარხუნა. ნახევარი კონა. ტარხუნის არომატზე ვგიჟდები. აი ეხა გამოგვივა მე მგონი ყველაზე არომატული მწვანე კრემსუპი. და პიტნად, ცოტა. კიდე უფრო მსუბუქი რო გამოვიდეს წვნიანი. ვადუღოთ დაახლოებით 3-4 წუთი, რომ არომატი გაუჯდეს თვითონ წყალსაც, ბოსტნეულიც დარბილდება და შემდეგ უკვე დავუმატოთ სანელებლები. თითქმის მზად არის, დავუმატოთ სუნელები, დაღერღილი წიწაკა, რომ ცოტა ცხარე იყოს. დაახლოებით ჩაის კოვზის მე-4-დი, როზმარინი 1 გრამი. რადგან როზმარინს საკმაოდ ინტენსიური არომატი აქვს და არ მინდა რომ აი ეს ყველაფერი გადაფაროს. შაშკლავი, ანუ იგივე ბაზილიკი 2 გრამი და მარილი 1 ჩაის კოვზი. და დავაბლენდეროთ. გადმოიტანოთ წვნიანის მასა ბლენდერში. და ვაბლენდერებ. კრემსუპი მზად არის. პურიც გამოცხვა. შვენიერია. ვიწყებთ სერვირებას. დავასხათ ვიტამინებით სავსე არომატული წვნიანი და ფუნთუშა ზეთის ხილით. აი ესე ლამაზად დაიბრაცა. დავუდოთ. და გოგრის თესლი. ესე მოვაყაროთ. და ნაზი კრემსუპის ჭამისას შეგხვდება გემრიელი გოგრის თესლი. მზად არის. მე მგონი ეს არის ყველაზე გემრიელი და ვიტამინებით სავსე სამარხო კრემსუპი ზეთისხილიანი ფუნთუშით.